მოგესალმებით, ღია სტუდიის ბატონი ვალერი გელბახიანი, ბატონი მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დაბრუნებას, თუმცა როგორც სტუდიაში შემოსვლამდე გამწანეთ აქ პრობლემების მეტი მნიშვნელოვნად არაფერი დახვედრიათ და პირდაპირ ასეთ კითხვას დაგისვამთ. ცნობილია, რომ იმერლები საკუთარი ბუნებით, ხასიათით ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები ხართ და რა ვერ გაიყარეთ რომ მას აჩქერება. ამას ვერ ვწუხარ. სამწუხაროდ მარტო არ გახლავთ ბატონი ივანიშვილი ის ფართო დიდი სხვილი კოალიციის ხელმძღვანელია. მასში შედიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულების, სხვადასხვა წარსულის. გარკვეულად კონგლომერატის თავისუფლებას დაუსინდროს ერთიანი მათ არაფერი არ აქვს საერთო პროგრამულ იდეოლოგიური თვალსაზრისით და შესაძლებელია რაღაც როგორც ხდება ხოლმე ასეთი ადამიანის გარშემო რაღაც ჯგუფები ყალიბდება, რომლებიც ერთმანეთს კიდეც ებრძვიან და კიდეც რაღაც საერთო აერთიანებს. ამ ჯგუფებში ბევრია ისეთები, რომელსაც ჩემთან არ ქონიათ თავშად პოლიტიკური კავშირები, გადაკვეთები, კოალიციები, შეიძლება ითქვას აპირისპირება არა, მაგრამ ოპონირება ყოფილა ხშირი და არ ქონია საერთო არაფერი. არ გამორიცხავ, რომ რაღაც შიდა დინებებია, რომლებიც გამოიკვეთა ის, რომ მე როგორც საჩხერელმა არ უნდა მქონდეს მეორე საჩხერელთან არანაირი პოლიტიკური კავშირი და ცდილობენ, რომ ჩემს შესახებ ამ ადამიანმა მიიღოს არასწორი ცუდი ინფორმაცია. ერთ-ერთ მათგანს ახლობთ 2 თვის წინ წამოწდა, რომ თუმცა მე მოსიარულე კომპრომატი ვარ და რაც გულისხმობდა მაშინ მე ვერ გავარკვიე დღემდე. ამიტომ როდესაც ასეთი შეფასებითი იარლიკები ცხადდება წინასწარ, შემდეგ ალბათ მოსალოდნელია, რომ ვიღაცას წამოწდება, ვიღაცას შეგნებულად იტყვის და ეს არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი, რაც გაჟღერდა ბატონი ივანიშვილის მიერ გორში საჯარო გამოსვლას. ამ საჯარო გამოსვლას დაუბრუნდები, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად მე მიყვარს ერთი რამ. თქვენ ფაქტობრივად ერთი თაობის ადამიანები ხართ, გამორიცხული რო არ ყავდეთ საერთო მეგობრები, საერთო ახლობლები და რატო ვერ მყარდება თქვენ შორის კომუნიკაცია? აი პირდაპირ კომუნიკაცია რო დამხდარიყავით და გაგერკვიათ, თუ მასშტაბები არ არის. არა, რაშია საქმე იცით, ის ადამიანები, ვინც ბავშვობაში მეგობრობდა ბატონ ივანიშვილთან, ჩვენც მეგობრობდით ნაწილთან. ჩვენ ცოტა არ გამიგოთ, მაგრამ ეს ადმინისტრაციული ცენტრში ცხოვრობდით და ეს სოფელში ცხოვრობდა. ჩვენ ბავშვობაში მეტი გავლენა ჰქონდა ქუჩაში, ვიდრე სოფლიდან ჩამოსულ ბიჭებს, მაგრამ იქ იყო რაღაც ნაწილი ჯგუფი სოფლიდან, რომელთან ჩვენ მეგობრობდით. შემდეგ წლების განმავლობაში მოხდა ისე, რომ ის საქართველოში აღარ ცხოვრობდა, უცხოეთში აკეთებდა თავის ბიზნესს და ჩამოშორდა ამ ადამიანს. ნაწილი ცოცხლალი არ არის იმ ადამიანებისგან, ნაწილი მოკვეთილი ყავს. ჩვენ არავინ არ ყავს ისეთი გამოერთიანებელი ხიდის ფუნქციის მატარებელი ჩვენ თაობაში, რომელიც მიიტანდა მასთან თუნდაც სწორ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, როდესაც ის ჩამოდიოდა თავის სოფელში, არ კონტაქტობდა არავისთან, არ ძველ მეგობრებთან, არ სახლებთან, ანუ იზოლირებულად განაგრძობდა ცხოვრებას, არ დადიოდა ქორწილებში, დასაფლავებებში, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არც საერთო დღესასწაულებზე, არც ეკლესიაში. აი ეს, ასე ვთქვათ, კომუნიკაციური საშუალებებით, მეშვეობით ადამიანებთან ურთიერთობა მისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა და აქედან გამომდინარე გასაკვირი არის, როდესაც მასთან არ მარტო მე სხვა საჩხერებს ვერ ახერხებს. ვიცით რა მაინტერესებს, აი გორის განცხადება, რომელიც საკმაოდ მემესმის თქვენი მხრიდან, რომელიც საკმაოდ მტკივნეულად იქნა ახმული და რასთან დაკავშირებითაც თქვენ შემდგომ განცხადება გააკეთეთ, რომ თქვენ ითხოვთ ბოდიშის მოხდას ივანიშვილთან. აქ საუბარია ალბათ საჯარო ბოდიშზე, მაგრამ რამდენად ახართ თქვენ მზად, რომ ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში თქვენ ერთ-ერთზე დაილაპარაკოთ და გაარკვიოთ ყველაფერი? ნაკლებად მოსალოდნელია, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა რეალური უნდა იყო ადამიანი. ჩემთვის ეს არის ზედმეტი ფუფუნება, რომ ჩემ თავს მივცემ ის უფლება, მე იმიტომ ვაცხადებ საჯაროდ ასეთ მოთხოვნას, რომ შემდეგ დავიჯდე და რაღაც პულვარული საუბარი მოვაყოლო, ხომ გამოვიყენო რა ჩემთვის. რას გაგაწყვეტინებთ? იყო მეორენაირი მომენტები, რომელსაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირიქით
კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზიები, შემდგომ იყო ეს შეხვედრები შედგა და შემდგომ გაკეთდა განცხადებები, რომ მათ შორის ყველაფერი გაირკვა. აქედან გამომდინარე არა, მე მესმის ხო, მაგრამ ამასაც მოაყოლებენ მე კომენტარებს, რომ აი გამოიყენა, ანუ ის სპეკულიანტი, ამით გამოიყენა და ამით რაღაცა ესე თქვა ფინანსური გუმბარვა გამომიჯოსა. არ მინდა მე უფრო საჯარო ასე თქვა, იმას ვამჯობინებ გამონათქოს. იმ შემთხვევაში თუ დამირეკავს, დავუშვათ და მე თქვით ადამიანი კაცურად, გაჩვენები ვარ და კაი დავამთავროთ, წამოვწდა რაღაცები ვარ და დავასრულოთ ეს ამბავი. საკმარისია ჩემთვის მე რა თქმა უნდა ვიტყვი რომ ესე მოხდა, მას არ ჩავაყენებ ოღონდ მდგომარეობაში და კამერების წინ განაცხადოს ეს, მაგრამ ჩემთვის ეს კი საკმარისი რომ ოფიციალურად აუზრუნოთ ჩათვალო. იცით რა მაინტერესებს, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში გაავლეთ პარალელი ივანიშვილისა და პატარკაციშვილის განცხადებებს შორის. ხელოვნებაში მაქვს დავთარჯავ უკანასკნელ თერებს, ხელისუფლებას და ხელისუფლების გადასაყენებლად ასამხობად არ აქვს მნიშვნელობა და შემდგომ გააკეთეთ შეფასება, რომ ხელისუფლება ამ 2 მილიარდ ზელთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. არა, ეს რა თქვი, იცით, მე ერთ-ერთმა მისმა მხარდამჭერმა საჯარო ეთერში მითხრა, რომ ჩვენ კითხვები გვაქვს თქვენთან, რა კითხვები გვაქვს? აი სააკაშვილის ხელისუფლება, სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან ადამიანს გამოუშვებს, ის არის შეკრული ხელისუფლებასთან. მაშინ მე მაქვს კონტრპასუხი. თუ 2 ნოემბერს ამ განცხადებისთვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პადრი პატარკაციშვილის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობით, მაშინ იგივე განცხადებისთვის რატო აღიძრა ბიზნა ივანიშვილის მიმართ საქმე? ანუ ესე იგი თურმე თუ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუცია რაღაც გარემოება უდევს ხო საფუძვლად ამას რაც გადაწყვეტილება რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს ეს გადაწყვეტილება გინდა პოლიტიკურად გამოიყენო ყოველგვარი ზნეობის სინდისის გამოსის გარშე შეიძლება იარლიკი მიატყეო ადამიანს მაგრამ შენ თუ გეხება შენზე როგორ შეიძლება ამ იარლიკის ეწევა ანუ უნდა იყოს თანმიმდევრული ჩემს მიმართაც და სხვის მიმართაც და შენ თავთან ხო მაგრამ 2007 წელს იყო ფაქტობრივად სხვა პოლიტიკური გარემოება შეუძლია ხელისუფლებას თქვას ასეთი რამ ხალხი ქუჩაში იყო ან თუნდაც ხალხი ბატონო რა საქმე მე სხვანაირად ვწოვსები გასაგებია ეს ყველაფერი მე თვითონ გარემოებებზე დამოკიდებული განწყობი მაგრამ შენ რომ მე რაღაცაზე ასე თქვა ბრალს მდე და მე რო გეკითხები რომ მეც მაშინ მეც მიჩნდება ეს უფრო ესე კონტექსტ შენ აჩენთ ხო ანუ პროვოცირებას შენ უკეთებ თემას ხო იარლიკობანას ინიციატივას შენ კისრულობ ხო შენიდან მოდის ეს ინიციატივები ამიტომ თუ გაქვს ასეთი ფართო ამბიცია ერის გაერთიანებაა შესაძლებელი უკეთესი მომავლის აშენება შესაძლებელი პროვოცირებით როგორ არის შესაძლებელი ადამიანის ღირსების დამცირებით როგორ არის შესაძლებელი უნდობლობის თესვით როგორ არის შესაძლებელი ეს კითხვები მარტო მე არ მაქვს უკვე იმ საზოგადოებასაც ვინც ჩვენს პაიკრობას უსმენს რა რატო აჩენ ანუ ციხაში ქარიშხალს სადაც არანაირი საფუძველი ამის არ არის მე დაუბრუნდები სხვათა შორის თქვენ ჩამოსვლას რომელსაც საქმე და შემდგომ სასამართლო გადაწყვეტილებას რომელსაც საზოგადოებაში მართლაც მოყვა გარკვეული ინტერპრეტაციები, სხვადასხვა სახის შეფასებები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ იმ დღეებში მე არ შემხვედრია არც ერთი ქართველი საგადმოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ ფიქრობდა იმას, რომ შინაგანად არ სურდა ის, რომ სასამართლოს მიიღოს სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო თქვენთან დაკავშირებით. რომ დასრულეთ? დიახ. რომ არ ყოფილიყო პირველივე წუთებიდან აი ესეთი მკვეთრი შეფასებები და ვისგან უცნობით ფეისბუქელებისგან რომ ეს ხელისუფლებასთან გარიგება რომ ეს ასე რა თქმა უნდა ვის ახსოვდა მაგ თემა აი ამ ასპექტში ხო მე ხავდა უმძიმეს გუმარებაში დედა სამ დღეში გამოვიცვალა შემიჩამოსულა მე ჩემთავს როცა დადგა კრიტიკული მომენტი უთხარი რომ ეხლა შენი სინდისი და შენი ღირსება არის განსაცდელი სცენაში ან გადადგავ ამ ნაბიჯს ან არა და თელი ცხოვრება დაიტანჯებია მე ამ ასე ვთქვათ სინდისის ქეჯინის გამო თუმცა მე დედის სიცოცხლე უფრო მეტ ღირებულებად მიმაჩნია ვიდრე თუნდაც პატიმრობა ხო ასე იგი მე ჩემ თავს
ვაიძულებ, გავაკეთო ის, რასაც არ გააკეთებს ნებისმიერი და ყოველი ადამიანი. მე მინდა ხათის წინაშე, ღმერთის წინაშე დავეფიქრო, როგორც ადამიანო, არავით არის შეთანხმება, მქონია არავის. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ ძალიან სპონტანურად. თვით იქ, სადაც მე ვიყავი, ჩემი შვილი იყო, ისიც კი წინააღმდეგი იყო წამოსულიყო. როდესაც ჩემ აზრმა დამირეკავა, დედა კვდებოდა და ვეღარ გადარჩებოდა და უკვე სასუნთქო აპარატთან უნდა ჩაერთო. მე ვთხარი, იქნებ როგორმე არ დააძინო, ვთხარ, არ შეერთო მეთქი რა ყო. მე ყვალდილი თბილისში ვიყავი. წავედი, 1 საათის განმავლობაში მოხდა ეს. ავიღე ბილეთი, თვითონავეს. გადმოფრინდი ერევანში და ერევნიდან წამოვედა სახელმწიფო საზღვარზე დამაკარეს. მე ციხეში წამიყვანეს. ციხეში შეგუებული ვიყავი, მასო შეიძლება არ მოეცათ ჩემთვის თავისუფლების საშუალება. მაგრამ იმის იმედი მქონდა, თუ დედა გარდაიცვალა და დარს მაინც მანახებდნენ, ეს წესი არსებობს და კანონი ითვალისწინებს ამას. მაგრამ ის რომ ჩემი ცხოვრება იყო განსაცდელის წინა, მე ეს გამოცდა, ეს ჩემი სინდისის წინაშე უნდა ჩამევარებია, მე ეს გავაკეთე. ეხლა ანალოგიები სხვისი აღარ მაინტერესებს. სხვისი უბივატელური ფიქრი არ მაინტერესებს. არც ის მაზოხისტობა არ მაინტერესებს, თუმცა სინდისთან არანაირი კავშირი არ აქვს. ადგენდა რაც უნდა ისი ლაპარაკო. როგორც უნდათ ის თქვა, მე ვარ მართალი, დედაჩემთან, ჩემ სინდისთან და ქართულ ხალხთან. სწორე გავიდა 5 წელი, რაც ჩამოვედა. ერთი ნაბიჯი მითხრან, როდის ვითამაშე მე ის როლი, რომ ხელისუფლების შეკვეთა მიმეღო, რომ ვიღაცის წინააღმდეგ რაღაც აქციები და რაღაც ღონისძიებებში მიმეღო მონაწილეობა. დღემდე ვარ მე ჩემთვის. მაგრამ ჩემიდან არ მოდის არანაირი ინიციატივის ხვის წინააღმდეგ. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმეფრენია, არავისთვის საბაბი არ მიმისცია. პირიქით ვაფრთხილებ ქართულ საზოგადოებას, რაც ჩვენ დაგვემართა, წერ ამის თაობაზე. ეს შეცდომები არ იქნეს განმეორებული თქვენს მიერ. ბატონო, ამ თემას შემდგომ მიუბრუნდები მე, მაგრამ თქვენ იმდენად შეგნებულად არ შეგაწყვეტინეთ, იმიტომ რომ იმდენად ზნეობრივ და მორალური კატეგორიაზე ვსაუბრობთ ამ წუთას. და აი ამ კონტექსტში ვიკითხავ, დღეს ხშირად საუბრობენ იმას, რომ საქართველოს ძირითადად სასამართლო ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ მიიღოს შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილებები. თუმცა ამას მე მოყვება ხოლმე ყოველ გადაწყვეტილებას მოყვება სასამართლოს განმარტება, რომ ამ კანონის ამოღვლით ასე და ამ შემთხვევაში ვიძახი, რომ და ხშირად ამბობენ, რომ აი მორალურად და ზნეობრივად დაცლილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მე ვფიქრობ, რომ თქვენ შემთხვევაში, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგა საკუთარ თავზე მაღლა და მიიღო ზნეობრივი გადაწყვეტილება. ჩაგიჭრებით. არა, არ იყო ზნეობრივი გადაწყვეტილება. ჩემ დაპატიმრების მაშინდელ გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოტანილ დაუსრულდა და წერა. ჩემს მიმართ იმიტომ იქნა გამოყენებული ახლოს ღონისძიება წინასწარი პატიმრობა, რომ მე თავი ავარიდე გამოძიებასთან თანამშრომლობას და გამოძიების ორგანოებში გამოცხადებას. ამიტომ საფუძველი იურიდიული ჩემი დაკავება და პატიმრობისა წინასწარ გამოძიებაში იყო ეს გარემოება. ესე იგი თავს ვარიდებ გამოძიებასთან თანამშრომლობას. მე ჩამოვდივარ ჩემინებით, საზღვარზე ჩამოვდივარ და ვაცხადებ, მე ვარ ვალერი გაბაღი აბატონი, ჩემი პასპორტი, მაკავებ და მე სასამართლოზე ვამბობ. ჩემინებით ხომ მოვედი. ვაცხადებ, რომ თანამშრომლობ გამოძიებასთან. მივიცემ ჩვენებს, ეს არის თანამშრომლობა. მივიცემ ჩვენებას, მივიღებ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას. არ ავარდებ თავს გამოძიებასთან ურთიერთობას. ანუ ყველანაირი იურიდიული საფუძველი, რომელიც გამოყენებული იყო დაპატიმრებისთვის, გაქარწყლებულია, ხო? ის რომ მეუბნებით თქვენ თავს რომ არიდებთ, იმიტომ გიჭირთ არ ვარიდებ. რომ დავეჭირეთ მე სახელმწიფო ორგანოებს სადმე და ჩამოვეყვანეთ, მაშინ რაცა უნდა მემტკიცებია მე რომ აი ვითანაშრომლო გამოძიებასთან უკვე პრაქტიკულად იურიდიულ საფუძველს მოგებული იყო, მაგრამ ჩემი ნებით ჩამოვედი. ჩემი ნებით წინასწარ ვაცხადებდი, რომ ვითანაშრომლო გამოძიებასთან, ოღონდ დედა მანახე. დღესაც ვამბობ, რომ მე არ ვაღიარებ ჩემს იმ ბრალეულობ ვალიდებას, რომელიც ჩემს მიმართ არის წარდგენილი, მაგრამ სასამართლო პროცედურები ჯერ არ დაწყებულა. დაიწყება ალბათ სასამართლო, მე კვლავ რჩები ბრალდებული სტატუსში, ვარ ისე გადამტრიალებელი. თუმცა არანაირი არგუმენტი იურიდიული საბაბი ამისი არა აქვს და დასაბუთება და მტკიცებულება საერთოდ არ აქვს და ველოდები რომ სასამართლოში მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. ეს ერთი, მეორე, არც ერთი ჩემი პრობლემა, ჩემი ჩამოსვლიდან აი დღემდე არ გადაწყვეტილი. თუ მე ხელისუფლებას თორე რაღაც პრობლემა ჩემი ხო უნდა მოგვარებული. ჩამოვედი დავხვდა მდგომარეობა ასეთი. პირველი, როდესაც გამოიტანა სასამართლოს გადაწყვეტილება 50,000 ლარი დამაკისრა გირაოს თანხა. მე ეს თანხა არ ქონდა საცხოვრებელის სახლში ჩავდივარ საჭიროებს, რომელიც მარტო მე არ მეკუთვნის, ჩემს ძმას ეკუთვნის, ჩემს შვილებს აფიქცილი და მაგრამ ვთხოვე ყველას რომ ერთიანად ჩავდოთ ეს რომ ეს პასუხისმგებლობა ავიცილო.
დღემდე გადაუხდელი მაქვს ესა და ის სახლი გირაოში. მერე შემდეგ 2007 წელს როდესაც მე დავტოვე ქვეყანა გამოყვანილი ყავდა ბანკის სესხის ბანკანა ეს ბანკანა დავაბრუნეთ ბანკში რომ გადახდის უნაროვნები ვიყავით მაგრამ ჩამოვედი თუ არა ბანკმა წამიყენა სხვადასხვა სარჩელები სასამართლოში და დღემდე მედავებიან ჯამურად სხვადასხვა საკითხებზე 27,000 დოლარის გადახდას. მეორე სასამართლო მაქვს კიდე სამოქალაქო ასე ვთქვათ უკვე ფინანსურ ასე ვთქვათ ვალდებულებთან დაკავშირებით. ხო. ჩემი სახლი გდანის სახლი ოროთახიანი მე ვერ გამოვცვალე ყველა შეძლო სასახლეების აშენება მე დავჭი ისიც იპოთეკაში ჩადებული და ყოველთვიურად გადასახდელი მაქვს $400 და ამის მე შემოსავალი არ მაქვს უმუშევარი არავინ არ მეხმარება კაცის შვილი ერთი ადამიანიც კი ხან ჩემი ძმა ხან ვიღაც ჩემი ნაცარი რაღაც მიფარავს აი ამ აუცილებელ ხარჯებს ტრანსპორტი არ მაქვს ფეხით დავდივარ აი რაღაცა პრობლემა ხონდა მოგვარებულიყო ჩემს გარშემო პერსპექტივაში მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილთან წავიდოდი დარწმუნებულიყო ჩემი ეს ყველა პრობლემა მოგვარებული იქნებოდა ფინანსურად კარგად იქნებოდი და შეიძლება ითქვას რომ გადავწყვეტავდი იმ წლების განმავლობაში დაგროვებ ჩემს საყოფაცხოვრებო და წახვიდოდით რომ მიგებოთ აი რომ მიგებოთ უბრალოდ არ ვთქვა აი წარმოიდგინეთ ახლა რომ არჩევანი არის ხო შეიძლება არის იქ ისეთი ადამიანები რომლის გამო არ წახვიდე ფინალიზაციაც იქნება ანახი მაქვს ეს ოდიში ამ გამოთქმაზე ეს სურათი ანახი მაქვს ავდო ვიცი რაც იგი მაგრამ აი ჩემი თან მოვაწყვეტე შენ რა გენაღულებ გამოიყენე და რა გენაღულებ ხო პრაგმატული იყავ ხო და დავხუჭე თვალი დავშოთ ჩემს პრინციპებზე და წავედი ხო ყველა შემთხვევაში უნდა წავსულიყო ასეთი ახმა იქნება წავედი ფულის გულზე არ მინდა მე უფრო კარგი ოლიგარქთან ვიყავ კარგი ტიპი იყო ეს ფიზიკურადაც კომუნიკაბელურადაც ესეთი დიალოგის ესეთი იუმორის ეს იყო პატრონი პატრონი მასთან თავს კომფორტში გზნობდი ადამიანურ ხარისხში გზნობდი არ იყო ესე ჩინოვნიკურად არ გიყურებდა და უფროს უმცროს მეგობრულად და არ გაგზნობინებდა რომ შენზე დიდი იყო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ ოლიგარქსაც ძალიან დიდი ფული ჰქონდა იქიდან მე ერთი კაპიკი არ წავამიღია ბაზრი ბაზაგაშვილი ისე გარდაიცვალა რომ ყველა ფინანსური ვალდებულებები რომელიც თავშესაფრად შორის უნდა ყოფილიყო არ შესრულებულა არა მარტო მე დავრჩი დავალიანების ასე ვთქვათ მიმართ ხო ამ მდგომარეობაში უფულო დაახლოებით 45,000 ადამიანი ვინც მაშინ ჩვენს აქტის წარმოადგენდა უხელფასოდ დარჩა ეს იყო 8 მილიონი ლარი დავალიანება პატრის სიცოცხლეში ამბობდა რომ ის გაისწრება გადმორიცხა ეს ფული სტანდარტ ბანკში სტანდარტ ბანკი დაყადაღებული იქნა არ გაიცა ეს ფული და ხალხმა დღემდე ვერ მიიღო ის სახელმწიფო ასე ვთქვათ დავალიანება რომელიც უნდა მიღებულიყო პატრი პატარკაჩვილთან სამსახურის გაწერის გამო ხო ისევე როგორც მე დავრჩი უფულო ასე უფულო დარჩა 45,000 ადამიანი და მე რა ნამუსით უნდა გამომერთვია პატრის სიცოცხლეში ფული როცა 45,000 კაცი იდგა რიგში და ელოდებოდა ფულს თელ მათ უნდა მიიღოთ თუ ბონუსებზე იქნებოდა საუბარი ცხადია ვერ დგებოდა ჩვენი რიგი აი ასეთმა აი რაღაცა ნამუსინდისიანმა დამოკიდებულებებმა მასე იყო ასლანაბაშიძესთან ნაკლები ფული ჰქონდა ასლანაბაშიძეს თუ ვინმეს გონია რომ მარტო ხელისუფლების ესე ვთქვათ მონოპოლია იცოდა ფულის მონოპოლიას კარგად იცოდა მაგრამ არ ყოფილა ჩვენს მიერ ასე დაყენებული საკითხი რომ ფული გადამიხადე რამეში ბატონო შეგაწყვეტინოთ ახლა და ერთ რამეს შეგიკითხებით ზუსტად ამ კონტექსტში თქვენ ახლა ორი პიროვნება ახსენეთ ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ ამავე დროს თქვენ ეს ბიზნა ივანიშვილისგან გამომდინარე ნახსენები პიროვნებები იყო, მაგრამ ამავე დროს თქვენ აცხადებთ ესეთ რამეს, რომ ბიზნა ივანიშვილი ძლიერი პიროვნებაა. რაში თვლით, რატომ იგაჩნიათ ეს? მან იხელა ფინანსური პირამიდა აშენა, რომ შეუძლებელია სუსტმა პიროვნებამ, უნებისყოფო ადამიანმა, შრომის არამოყვარე ადამიანმა, ხო? შეძლოს აი ამ მოდელა სისტემის მშენებლობა. კი გასაგებია იმ დროს ისეთი პერიოდი იყო რუსეთში, რომ ახლა სინდის ნამუსთამას ვერ გააკეთებდი, რაღაცას უნდა გაგელო, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. მაგრამ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ ძალის ასე ვთქვათ და ხელისუფლების ადმინისტრაციის რაღაც შერწყმის საფუძველზე, ხო? მათ შორის ქართველები. და მე როგორც ვიცი, ამ ქართველების მეშვეობითაც ბატონბიზნეს
მოუხდა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა და აი ესეთი იმპერიული სისტემის, საფინანსო სისტემის შექმნა. ეს არ ხდება, აი როგორც გითხრათ, ასე ნაკლიანი ადამიანური თვისებების ხარჯზე, უნაკლო ადამიანური თვისებების გამოვლენების ხარჯზე ხდება. და თუმცა შეძლო ესა, შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ დღე და ღამე მან არ იცოდა აღარც მეგობარი, აღარც სუფრა, აღარც კელეხი, აღარც ქორწილი. მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული, ფოკუსირებული იყო აი თავის ამოცანის გადაწყვეტაზე. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ბიზნეს მიღწევა, მაგრამ ერთდროულად კაი-კაიც იყო, ყველგან მიედო, კომუნიკაციებში იყო, საზოგადოებასთან იტრიალო და ასეთ შედეგებს მიაღწიო, ასეთი რამე არ არსებობს ბუნებაში და ბუნებრივია ამ ბატონებიძინა გამონაკლისი. მე ზუსტად თემას გავაგზავნებ, ისე ამ წუთას ბედნინა ივანიშვილს დასახული აქვს როგორც პოლიტიკოს ხელისუფლებაში მოსვლა, გამარჯვება და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ არ მოგწონთ მთელი რიგი ნაბიჯები, რასაც ივანიშვილის გუნდი ახორციელებს და ეს ნაბიჯები ვერაფრით ვერ გადაიდგმება მასთან შეთანხმების გარეშე. რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონებიძინას ახლა თუ თვითონ იტყვის, რომ პოლიტიკაში იცის ყველაფერი, მაშინ თავის თავს ატყუებს ესე იყო. მან თუ შეძლო პირამიდის თავში ასვლა, ეს შეძლო წლების ხარჯზე, წლების განმავლობაში. დიდი შრომის ხარჯი. არც მაშინ იცოდა ფინანსური შენებლობა ის პრობლემები, მაგრამ გზადაგზა ისწავლა და ააშენა ესეთი შენობა, რომელსაც მართავდა პულტიდან. ასე მისთვის პოლიტიკა რაღაც საფეხურიდან უნდა დაეწყო, ხო? ამერიკაში ასეთ რამეს ვერ ნახავთ. დასავლეთში ასეთ რამეს ვერ ნახავთ, რომ ფული იშოვნა კაცმა და პირდაპირ პრეზიდენტობამ პრემიერობაზე მოინდომოს ხალხის ყოველდღიური პოვა და არჩევნებზე თავის მოყვებას და არ ხდება. იმიტომ ხდება ხალხი არ იცავს. ხალხი ასეც როგორც პოლიტიკოს, ისწავს როგორც ბიზნესმენს, ისწავს როგორც ქვეყნიკოს, პოლიტიკოს არ ამდავს თავის ბედს, რატო? უნდა დაინახოს დეპუტატის ხარისხში, მინისტრის ხარისხში, ქალაქის მერის ხარისხში, ან გუბერნატორის ხარისხში. ამის შემდეგ მან უნდა გამოვალოს წლების განმავლობაში თავის ის თვისებები, რაც დემოკრატიისა და ხალხის სამსახურშია აუცილებელი და ამის შემდეგ თუ მოინდომოს პრეზიდენტობას, პრემიერად მერია რომ უკვე ხალხს აღარ უჭირს არჩევანის გაკეთება. მერე მათ აღარან არის მიყოლით გამოკვეთილად მიზან დასახულად მისდევენ მას. დღეს რა მდგომარეობა, რა ხალხბატონებიძინა დიდი ფული აქვს. ახალ შეძლო პირამიდის აგება, ამიტომ ხალხი აცხადებს, აი უკრიტიკოთ ნდობას, რომ ახალ შეძლო იმასაც შეძლებს, რუსულს მართავს. რუსულს მართავს ყველა შეძლებს გონიერი ადამიანი. მაგრამ პიროვნული თვისებებით უნდა ჩანდეს, რომ ეს მისი ადამიანური მახასიათებლები ზუსტად ადეკვატურად ერგება დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ყველა სტანდარტს რა. თუ ავლენს ისეთ თვისებას, რომელიც მონოპოლისკენ არის რაღაცა მიმართული, დამამცირებელია, სიამაყე ახლავს თან და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში ცხადია კითხვები უნდა დასვა. და თქვა, ხომ არ მოგვიტანს ეს იმ საფრთხეს, რაზე დღეს ჩვენ სხვაზე ვსაუბრობთ. იქნება არ ესიც მოიტანოს. ანუ გამოცადოთ ადამიანი რაღაც ხარისხში, იყოს პოლიტიკაში. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილთან მივიდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და ლონდონში ჩავედა და უთხრა, რომ ბადრის მაშინ ყველა ეუბნოდა იყარე კენჭი ქალაქის მერის თვითმმართველობის არჩევნებში. ბადრი უარი თქვა. რესპუბლიკელებმა უთხრეს და სწორად უთხრეს მათაშვილს. იცი რა, პოლიტიკაში რაღაც საფეხური თუ არ გაიარებ, ხალხი ვერ ჩამოყალიბდებაო შენს დემოკრატიულ დაპირებებზე. მე მაშინ დავეთანხმე რესპუბლიკელებს, ბადრი მომითხრა, იცინოთ ეს დრამაზე. სწორი უთქვამთ უთხარი. დაანახე ამ ხალხს რაღაც ხარისხში შენი სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, მონაცემები. რომ არჩევანი არ გაუჭირდეთ ჩვენს, კითხვები არ დაისვას. მაგრამ თუ არ მოინდომებ ამაზე, მე პრეზიდენტობას მოინდომებ, არა, არ დაგიჭერდა ხარ პრეზიდენტ. თუმცა მე როცა განაცხადა პრეზიდენტობა და მე მახსოვს რიგები. მე მახსოვს ხალხის უსარმაზარი მასის ხარდაჭერა. ანუ ქართველი ხალხი არ არის პოლიტიკური არჩევანისთვის მზად და უშვებს შეცდომებს. დაუშვით ასეთ შეცდომები ჩვენ ყოველთვის. გამსახურდია უყვარდა ხალხს, რომ ხელისუფლებაში მან გამოვიდა ესეთი სუსტი თვისებები, რომელსაც გამოიწვია დაპირისპირება და მე გღერავ. შევარდნაძე, რომელიც იყო უდიდესი პოლიტიკოსი გამოცდილების მიხედვით, 87% მარჩა მოგვაიწყდება და შემდეგ მთელი საქართველოს დაუპირისპირდა. ანუ შევარდნაძემაც ძველი კომუნისტური მეთოდიკას შეეცადა მიბრუნებოდა, არც ის არც დემოკრატია გამოვიდა, აღარც კომუნისტური მარცხა გამოვიდა და აი ეს არეული მასა მისთვის უკვე საზოგადოებისთვის გახდა წყალგამყოფის ასე ვთქვათ საფუძველი.
სააკაშვილის დაპირებები არ გახსოვს, სააკაშვილი ხალხმა იხილა დეპუტატებსაც, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეთაც, მინისტრათაც, მაგრამ მაინც მოთხოვდა. ანუ კიდევ უნდა გაგრძელებულიყო ხელისუფლებაში მისი რაღაც ფორმით ყოფნა, რომ ბოლომდე ყოფილიყო ასე ვთქვათ გადამოწმებული. მაგრამ მან შეძლო ქართული ხალხის მოთხოვება, უთხრა, დაპირდა ყველაფერს, მაგრამ არ შეასრულა იქიდან არც ერთი ესე ვთქვათ ის დაპირება, რომელიც დემოკრატიასთან მიმართებაში იყო გამოსავალი. აი ეს არის ანალოგიაც, რომ ბატონო ბოლო პერიოდში თქვენს მიერ და რაც საქართველოში ხართ და იმ პერიოდამდე სანამ ჩამოხვიდოდით, თქვენს ინტერვიუებში საკმაოდ ბევრი მინიშნებები ახორდა, რაღა მინიშნებები პირდაპირ ამბობთ რაღაცებს. მახსოვს ჩემს კოლეგებთან საუბარში ერთი პერიოდი ჰქონდათ რაღაც შუალედი და ესა პოლიტიკური ნოსტრადამუსი არ გამოჩენილაო ჯერო ესე თქვეს და ახლა რა სიტყვის გელბახიანი ამას აქვს მნიშვნელობა. ესე იგი თქვენ აკეთებთ პროგნოზებს, მე მესმის რომ ეს ლოგიკაზე დაყრდნობილი პროგნოზებია და სწორედ ამ პროგნოზებზე მინდა გკითხოთ. დღეს რას ხედავთ თქვენ? როგორი არის ძალთა ბალანსი და რამდენად სამართლიანად მიდის საარჩევნო მარათონი? არა სამართლიანობაზე მე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ სამართლიანობაზე რომ ვისაუბრო, საზოგადოებაში უნდა იყოს ამ სამართლიანობის ყველა პირობა დაცული. მე კიდევ ვიმეორებ, რომ სამართლიანი კულტურა ქართული საზოგადოების დაბალია. არ არის იმ სტანდარტის, რომელიც დემოკრატიაში ჭირდება და ხშირად ამიტომ გვემართება ის, რომ მესიანიზმი უფრო იმარჯვებს, ვიდრე დემოკრატია. მე ვიტყვით ამაზე და ვჩივით, რომ რატომ მოხდა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია მოდი რა სხვას ქვია, რომ ჩვენ ვაკეთებთ. ყოველთვის აი ესეთ არადეკვატურ გადაწყვეტილებას, რომ ხარიზმატულ პიროვნებებზე გვინდა ჩვენ თავის იდენტიფიცირება მოახდინოთ. ვის თუ მოგვიშველის და იმაზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაუშავებთ ჩვენ თავს. ახლა როგორ გითხრათ, პოლიტიკური კულტურა არ მოდის მარტო 10 წლიანი სახელმწიფოებრივი ცხოვრებით, ხო? ამას ჭირდება რა თქმა უნდა განათლების სწავლა აი ძირში და შემდეგ უმაღლეს განათლების დროს აი ისეთი ცნობიერების გაჩენა, როგორც თავისუფლებელი მიიღოს ადამიანი. ეს შორს არ ვარ. როდესაც ვკითხულობ ბავშვად მე-18-მე-19 საუკუნის დიდი მოაზროვნეების ესე ვთქვათ ბრძოლას დემოკრატიისთვის ჩვენ ჯერ ეს არც დაგვიწყდა. საქართველოს არ დაწყებულა. ვეროდებით ხელისუფლება კეთილებას როდეს გამოიჩენს. ხალხო, არც ერთი ხელისუფლება თავის სინებით არასოდეს ამ კეთილებას არ გამოიჩენს. ამიტომ რას ვერით ახლა? თავისუფალი არჩევნები არ იქნება. შევეგულოთ, იმიტომ არ არის თავისუფალი ადამიანები. და ამიტომაც არ იქნება თავისუფალი არჩევნები. ხელისუფლება ყოველთვის იმას შემოგთავაზებდა, მის თავისუფლება დემოკრატია სწორედ ეს არის. აი, სხვების თვალში. რომ ამაზე მეტი რა პიროვნები შემთავაზო იქით გამაგდეს იმას, რაც პრაქტიკულად დიდი ხანია გეკუთვნის, ხო? ყველა თამაშის წესებს გთავაზობს ხელისუფლება და შენ ვერაფერს ვერ თავაზობ, ვერ უდგენ, ვერ თანხმდები. ანუ წინა პირობები რაც ჭირდება, არჩევნებს და დემოკრატიას, ყველაფერი არის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სასარგებლო სიმწყლეში გადატანება. აი, გაგაწყვეტინოთ თავს გახსოვთ თქვენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ შევიდა პარლამენტში. დიახ. მათ პროტესტი გამოთქვეს ამაზე. როგორ ფიქრობთ, როგორი განლაგება იქნებოდა ძალთა, თუნდაც სხვადასხვა კანონებთან დაკავშირებით, თუნდაც თქვათ აი არ მე გაგიგეთ კითხვა ბოდიში, ავიწყე. მე ვერ გავიგე მაშინ მაგ გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზანი. თუ ირლანდიელებს მიბაძეს, მაშინ ის დეპუტატები დამსხდარებდნენ პარლამენტში და დახოცილდნენ შიმშილით. ბოდიში არ გამთხოვს რა. თუ ბაძავ ვინმეს, თუ ვინმე სოფლიო ყურადღება ამან ფაქტმა მიიღოს, თუ გინდა რომ აიძულონ მე ხელისუფლება ადამდელი არჩევნებისთვის, შენ თუ სიკვდილის მანტია არ მოისხი, რომ თუ საკუთარი თავი არ შეცვლე, ამ პრინციპს სხვა არაერთ ეს ამბავი შედეგში არ იქნება. ოტანი. ირლანდიელებს რო ახსენებ, ჩვენ 17-მა კაცმა სასიკვდილოდ განწირა თავი, ხო? რა, თუ მათ შეეძლოთ, ისინი დეპუტატები იყო რამდენიმე. თუ მათ შეეძლოთ, რომ თავი მოეკლათ ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის. რატო ერთ დეპუტატი არ აღმოჩნდა ესეთი, ვინც მანდატი დადო, რომ დამჯდარიყო საშემშლოდ თავი მოეკლა საქართველოსთვის. მე არავის არ მოუწოდებ თავის სიკვდილს, ისე როგორც როცა მეუბნება რატო არ ზიხარ ციხეში, წყინს, იმიტომ რომ ვერ მოუწოდებ რაღაცა ციხეში რატო არ ზიხარ და ამით რატო არ ამტკიცებ. მაგრამ მე ეს
განცხადება ეს პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ვერავინ ვერ ազდოს. არ ვამბობ რომ მე არ შემეძლო და ვერ გავაკეთე. ანუ არ ვარ იმ ხარისხის პატრიოტი, ხო, რომელიც ამინს შეცვლის საქართველოში. ხოლო თუ ვინმე დაიწყებს და მაშინ შეიძლება მიმეღოს, ანუ მე ვერ გავხდი ინიციატორი, თუ სხვა დაიწყოს შეიძლება გამხდარიყო ინიციატორი. ხალხი ასეთ გმირები ჩვენ გვჭირდება. სხვანაირად. ახლა მეორე მხრივ შევხედოთ. რა შედეგი მივიღეთ? დაიკარგა საპარლამენტო ტრიბუნა, დაიკარგა ძალთა ბალანსი, დაიკარგა ოპოზიციის გავლენა პარლამენტის გადაწყვეტილებებზე და მივიღეთ მონოპოლიური პარლამენტი. ვისთვის გვინდა დაესხა წყალი? ისევ და ისევ სააკაშვილმა შენ სხვა სააკაშვილის მოძრაობას გამოიყენა შესანიშნავად თავის ინტერესებისთვის. ეხლა კიდევ რამდენჯერ შეიძლება დაუშვათ ამნაირი შეცდომების გაგრძელება, რომ ველოდოთ კარგ შედეგს. ცუდი მოხსენს ცუდს. მათემატიკურად კი არა, ლოგიკურად ეს ასე. კარგმა შეიძლება ცუდი მოგიტანოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კარგი მოყვა. ცუდს 100%-იანი შედეგი მოაქვს ცუდი. ანუ აიჩე კარგი, ლამაზი, თავგანწირული გზა და მიიღებ შედეგს. სხვა გზით ვერ მიიღებ შედეგს. ან მეც მგონია რომ მიუხედავად იმ ქართული მოცნების ესე თქო გამოჩენის და ბატონ ივანიშვილის გამოჩენის, მიუხედავად იმ დობის ვოტუმისა, რომელიც არსებობს ხალხსა და ბატონ ივანიშვილის შორის, მეთოდოლოგიურად ჯერჯერობით არანაირად არ შემიძლია თქმა, რომ რაიმე უპირატესობას ფლობენ, ან უბალანსებდნენ რაღაც წონასწორობის დონეზე ხელისუფლებას. ხელისუფლება არ მუშაობს, ამიჯერეთ ვაკვირდები ამას. ხელისუფლება ქართული ოცნებრივ დაშვებულ შეცდომებზე მუშაობს. თვითონ არ იჩენს არანაირი ინიციატივის მართლებას. მაგრამ როგორც კი ისინი შეცდომებს უშვებენ, აგებს ამ შეცდომაზე რეაგირებას და ახლა ეს როგორი ის არის აპრობირებული მეთოდიკა, იცი, თუ ვიცი რომ რაფინირებული არ ახარ, თუ ვიცი რომ პოტენციალად ატარებ რაღაცა შესაძლო შეცდომების დაშვების ხარისხს, აგელოდები. და დაუშვებ შეცდომას, იმაზე გაიკეთებ რეაგირებას იქ მოგიდი. მაგრამ თუ ვიცი რომ ეს არ მოხდება, მე მემზადებ, ანუ ხელისუფლება თუ იცის რომ იქ ისეთი ჯგუფია, რომელიც შეცდომას არ დააშვებიებენ ივანიშვილს, მაშინ მე ხელისუფლება იძულებული ვარ უკვე მე დავიწყო მოქმედებები გადავიდე შეტევაზე და არ მიცე საშუალება რომ გამოვიდეს ჩემს მოედანზე. თამაშის წესებს აქვს რაღაც ისეთი განლაგებები. თუმცა ექსპერტების შეფასებით კარალეთის ინციდენტი ნამდვილად ხელისუფლების შეცდომად ჩაითვალა. არა, ჩაითვალა ხელისუფლება ხო, უყურეთ. ატიპის ხელისუფლებას რომ მოხსნა გეტყვით. ხელისუფლება არ ზომავს თქვენი სტანდარტი და ჩემს ის ზომავს თავის სტანდარტი. ეს რა სტანდარტია? ძალის დემონსტრირების როგორ? არ ვიყენებ არმიას, არ ვიყენებ პოლიციას, არ ვიყენებ ოფიციალურ სახელმწიფო ხელისუფლებას. შემიძლია დავაბრალო ის პეტრესი იყო, პავლესი იყო და ასე ან პოზირება მაქვს, რომ არ ვერევი მაგ საქმეში. უცხოელებს ამზავნებ, ქართველებს ამზავნებ. მაგრამ თუ ეს ზონდერები შეძლებენ გატეხონ სიტუაცია მოერიო, ის იმაზე კი არ თulis რომ ჩემი ინიციირებულია თუ ჩემი ხარდაჭერით არის. ის თulis იმაზე რომ ძალა ყოველთვის არის საპატრიცემულო, ასე ვთქვათ, ენერგია. ხალხმა შიში უნდა გაიჩინოს არა პოლიციის მიმართ არჩევნებში, არამედ იმ ძალაზე, რომელიც არის გვერდიდან, პოლისებიდან მომავალი. და ასეთ შემთხვევაში, ვთქვათ, სამართალი ძლიერი ხარისხია და ამაზე აქვს ასე ვთქვათ ფოკუსირება ხელისუფლებას. რატომღაც ჩვენ გვინდა ჟურნალისტური ეთიკიდან ავხსნა ესეთი ინციდენტები. ჩვენ არ გვინდა ეს მექანიზმია სინამდვილეში, ეს არის ტექნოლოგია სინამდვილეში და ასე ავხსნათ ეს. ეს არჩევნო ტექნოლოგია არის. გარკვეულად არჩევნო ტექნოლოგია. მე გეთანხმებით ამაში. უბრალოდ მე თქვენი აზრის მოსმენა მინდოდა და ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ხშირად საუბრობენ ამ ბოლო დროს, იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალთა ბალანსი იყოს შენარჩუნებული, არჩევნები ჩატარდეს სწორად, კარგად, მეტნაკლებად სამართლიანად, თქვა ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ საჭირო არის შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, ცენტრი თუ ასე შემდეგ. რადგან ამ დრომდე მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული გამოცემები და ცალკეული პერსონები ამბობენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები და ასე შემდეგ, ჩემი თვალთახედვიდან ეს ყველაფერი რაღაც ხელოვნურად უბიძგებენ თითქოს ამ ძალის შექმნისკენ. მე ესე ვხედავ, მაგრამ რამდენად გაამართლებს ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობ და რამდენად არის საჭირო? ჩემი წარსულის დაკვირვებებიდან გამომდინარე არ ხერხდება ხოლმე ეს გას ფინანსური და არც მატერიალური თვალსაზრისით ამის რესურსული მობილიზება არ შეიძლება გამორიცხულია. მაგათაც ახლა არის ცდილობა რომ რუსული
ელექტორალური რუსული ელექტორალური ნაწილი იქნება შემოხობილი კუკავას კოალიციისგან, ხო? კოალიციისათვის. შეიძლება კუკავას ფინანსების გამოუჩეს, რაც გამოუჩეს, მაგრამ კუკავა ალტერნატივა ვერ იქნება ივანიშვილის. ორი არჩევანია, ხო? ან ერთი ან ნელა. მე ამ პარალელს ვაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ზუსტად ამ ანალოგიის წინაშე ვიდექთ 99 წელს. მოქალაქეთა კავშირი და აღორძი მაქვს. მესამე, გერა, ჩვენს გარდა, ხო, კიდე იყო რამდენი 5 სუბიექტი, მაგრამ ვერც ცენტრი შეიქმნა და ვერც კონკურენცია ვერ განხორციელდა. მარტო ჩვენ მოახერხეთ მთლიანად ასე ვთქვათ მობილიზება საარჩევნო ელექტორატული მასისა და ჩვენ მივუხრეთ ეს და ჩვენ შევეტანოთ. ესეც ტრადიციული პარტია იმ დროისთვის, როგორც ეროვნული დემოკრატიული პარტია იყო, ვერ სახალხო გადავიდა, ვერ სოციალისტი, სოციალისტები ჩვენთან. დანარჩენები რა აღარ მახსოვს, ყველა ჩამონათვალე, მაგრამ ვერც ლეიბორისტები ხო გახსოვთ, ვერ გადავიდნენ. მithumedes ყველაზე პოპულარული პარტია იყო, მაგრამ ვერ გადალახა, არავის ჩვენ ხელი არ შეგვიშლია არსად. მაგრამ სადაც ჩვენ შევდივართ, ჩვენ ხმაზე ნადირობთ და პონებრივ არ ვაძლევთ სხვა საშუალებას ჩვენ ხმაზე. ამიტომ ეს პრაქტიკა ანახულია, გავლილი პრაქტიკა, როდესაც ორი დიდი ესე ვთქვათ, გრანდიოზული ძალებისთვის ერთმანეთს ხალხი არჩევას ორ შორის აკეთებს. მესამის იმედი აღარ აქვს, იმიტომ რომ ის მესამე ცოტა ხმას მიიღებს და ამბიცია შეცვლის. აი თქვენ ახსენეთ კუკავა და არ ახსენეთ ბურჯანაძე. ბურჯანაძე განაცხადა რომ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. არა, მე ამ შემთხვევაში სულ რულზებს ავუბრობდით, უნდა შეიქმნას არ არა, მე შეიქმნას. ვხედავ ერთ რამეს, ყველაზე ამ დანარჩენ ოპოზიციაში ყველაზე სტაბილურად გამოიყურება ქრისტიანი დემოკრატია. ჩემი სიმპათია ახლა ამ შემთხვევაში არ იქნეს გამოყენებული, იმათ პროგნოზისთვის ხო. კუკავა ჩემი მეგობარია, მოვიწყდება, მაგრამ და თარგამადეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ ვისმენთ შანსი აქვს ოპოზიციიდან. სტაბილურად რატო ვამბობ სტაბილურად? სანამ არჩევნები დაიწყო და მე გარდანას თავს ვხდები, ხო? ქრისტიანი დემოკრატიის პლუს ის არის, რომ მათ წინა საარჩევნო პერიოდში, ან არასაარჩევნო პერიოდში არ შეწყვიტეს მოსახლეობასთან ურთიერთობა, ისინი მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. გასვლით შეხვედრებთან მოსახლეობასთან. ყველა რაიონში შეინარჩუნეს პარტიული ორგანიზაციები. ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსებული, შეენახათ ესეთი ჯგუფები, პარტიული აქტიური ჯგუფები რაიონებში. ჰქონდათ საშუალებები, საჯარო სახელმწიფო ეთერით მიემართათ საზოგადოებას, დაეყენებინათ პრობლემები და ეს მერე გაიშუქებინათ ტელევიზიით. და გამოყენებული იქნა ის ყველა რესურსი, სახელმწიფო რესურსები, რაც თავშად ამ დროს ოპოზიციას ეკუთვნის. ანუ რაციონალურად დახარჯეს კონსერვატორებმა მთელი თავისი ენერგიაც, ცოდნაც და ფინანსურ-მატერიალური რესურსები. ანუ არჩევნების დროს ხდება მერე მობილიზაცია ამის. ის რაც გამოკვლევა აჩვენა 3%, ნუ 2% ახლა აკლიათ რა თქმა უნდა, გადასალახავად, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა კამპანია, ბევრი განაცხადება დამჯერეთ. ხელისუფლებასაც ბევრი გამოაცხადება, ივანიშვილსაც ბევრი გამოაცხადება და 2% გან ძალიან მეტი აღმოჩნდება, ვინც ასეთ პარტიებთან შემდეგ მიდის იმ იმედის თუ ამბიციის გადასაფარავად, რაც მათ ჰქონდათ და ვერ დაიკმაყოფილეს სხვადასხვა ჯგუფებთან. ანუ მე მგონია, რომ უკავ რა თქმა უნდა, აქვს შანსი თუ ამ ელექტორატის მობილიზაციას მოახდინოს, მაგრამ წლების განმავლობაში ორგანიზაციულად არ გიმუშავია, რატომ ვამბობ, რომ უპირატესობა აქვს ქედენეს. იმიტომ რომ ესენი მუშაობდნენ ორგანიზაციულად. ეხლა რომ შექმნი ესე ვთქვათ, მინცენტრებს რა სოფლებში, რაიონებში, როდის შენ ამას ასე ვთქვათ, ორგანიზაციულად მიიბავ. უკვე აღარ ყოფნის იმისთვის დრო ეს ელექტორატის შენსკენ წამოიყვანა. ანუ დრო გაშვებულია მე გამეხარდება თუ ისინი პარლამენტში, მაგრამ ნაკლები პერსპექტივით უყურებ, იმიტომ რომ მათ აღარ ეყოფათ ორგანიზაციული ღონისძიებებისთვის ის დრო, რა დროც არის დარჩენილი არჩევნები. ვფიქრობ, სამი ძალა შევა პარლამენტში. რა თქმა უნდა, ოცნება შევა ოპოზიციიდან და ქრისტიან დემოკრატები გადალახავენ 5% არის და 40% მეც ვერ მიიღებს ნაციონალურ. თუმცა მაინც საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა არის, თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ ძალიანად ჩვენ ახლა პარლამენტი 150 დეპუტატის შემადგენლობით გვექნება, პლუს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარებთან მიმართებაში ნაციონალურ მოძრაობას უფრო დიდი ძალა გააჩნია, ამ შემთხვევაში მე არ შევდგები გარკვეულ პერსონიფიცირებას, ვთქვათ, ვის კანდიდატი სად უფრო ძლიერია, მაგრამ იქ გარკვეული რესურსების გამოყენებით და ასე შემდეგ. ამ რესურსები, სერიოზული რესურსები. დიახ, აქედან გამომდინარე, თუმცა აი ბოლო შეფასებები, რაც გაკეთა ბატონ ივანიშვილის მიერ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებებთან დაკავშირებით, მან ესეთ შეფასება გაკეთა, რომ ბევრი მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც მათ წარადგინეს, ცალკეულ რაიონებში უცნობი არის ფაქტობრივად და
ჩვენ გვახსოვს მოდელი, როცა მაჟორიტარები მიათრევენ ხოლმე პარტიას. ამ შემთხვევაში მე მგონი შემოგდებული არის შებრუნებული მომენტი, როდესაც ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ უნდა წაიყვანოს მაჟორიტარი გამარჯვებისკენ. რამდენად გაამართლებს ეს ტაქტიკა, ამას ვნახავთ, ჩემ მგონი. არ გაამართლებს. ხო, ვნახავთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე ერთი ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. აი ამ პირობებში თქვენ ვალერი გელბახიანს როდესაც აკვირდებით ამ საარჩევნო მარათონს, აი ყველაზე უფრო მეტად რა არის მისაღები თქვენთვის ამ შემთხვევაში რა მოგწონთ, რასაც აკეთებს ერთი და მეორე მხარეც და რა არის აბსოლუტურად მიუღებელი. არა, მომწონს ის რომ პარტიები შეთავდნენ, მათ შორის ოცნებამაც მოეწევა ხელი, მაგრამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ საარჩევნო კამპანიის დროს. ანუ არ მოხდეს რომ ჩემ აქციაზე, ჩემ ღონისძიებაზე ხალხთან აღდგენილი ასომდროებო, შემომიგდოდი პროვოკატორები ამერიკის სიტუაცია და ასე შემდეგ. ეს არ ყოფილა ადრე არა დროს. მე ვთქვი პირველი ერთხალით არის ეს მემორანდუმი. არის რამდენად იმუშავებს ეს, რამდენად გაამართლებს ეს მოდელი, მაგრამ ორ შემთხვევაში გარკვეულწილად სიმშვიდის ესე ვთქვათ მექანიზმის ფორმას ინარჩუნებს. რომ დაპირისპირებებში არ გადაიზარდოს საარჩევნო პროცესი, რომ არ გადავიდეს იმ სიტყვაში, რომელსაც მე თუმცა რაღაც დათქმა არსებობს ამ პროვოკაციის მომენტებით. მე არ გამორიცხავ იქნება, მაგრამ იქნებ დაიცვანეთ. ჯერჯერობით ჩანს რომ არ იცავ, მაგრამ იქნებ დაიცვანა. ეს ერთი. მეორე ინფორმირებულობა საზოგადოების უფრო მეტად არის უზრუნველყოფილი დღეს, ვიდრე დავუშვათ იყო წინა არჩევნებში. გადაწყვეტილება რომ საკაბელო ტელევიზიამ უნდა ჩართონ ყველა ტელევიზიები ოპოზიციური პოზიციური ხალხს უნდა ქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა არჩევანის მიხედვით გადართოს ჩართოს. მაგრამ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან ინფორმირებულობა საზოგადოების ეს ადრე არ ყოფილა. ესეც ახალია და ვფიქრობ რომ არჩევანის უკეთესი შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მესამე უპირატესობა რაც წინა წლებში შეიძლება ითქვას ნაკლებად ჩანდა ის იყო რომ არ იყო ასე ვთქვათ 2008-ში ისეთი ოპოზიციის ისეთი მობილიზაცია რაც დღეს არის. არ ხალხად მათ ისეთი ლიდერები ფინანსურ უზრუნველყოფას მოახერხებდა ოპოზიცияსაც, მაშინ ბატონი კაჩეჩილაძე ოპოზიციის ლიდერი და ფინანსურად ისინი საერთოდ სუსტად გამოიყურებოდნენ მედიას. არ ქონდათ ის კონტაქტი, რომელიც ვინთან დამოსახლებას ყველა მათ მესიჯებს ზამილებს და შემდეგ. დღეს აქაც უზრუნველყოფილია ეს უპირატესობა ოცნების მხრიდან და მე მგონია რომ ესეც გარკვეულწილად გარანტია იმის, რომ მოსახლეობას ექნება უფრო მეტი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მაგრამ არის ისევ ძველი მეთოდიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის არჩევნებს, ეს არის პროვოცირება ასპერუტანეთ. შეიძლება იყოს კონფლიქტები, ინციდენტები, არ გამორიცხავ. შეიძლება მანამდე მოხდეს რაღაც ისეთი გაუთვალისწინებები, რაღაცა აპირისპირებები, შვიდობიან პროცესში შეიძლება კიდევ უფრო დაძაბავს საარჩევნო პროცედურებს და კიდევ ის რომ ხელისუფლება თვითონ თვითონ გააკონტროლოს გამჭვირვალე გახადოს მოწინააღმდეგეს ყველა მატერიალური ფინანსური რესურსის გამოყენება არჩევნებში, ოღონდ მას ვერავინ არ აკონტროლებს და ამაში აქვს სრული უპირატესობა. ამიტომ მეტნაკლები ხარისხით ამის შეფასება შეიძლება პლუსებიც აქვს, მინუსებიც აქვს. ვისურვებდი რომ შედეგები ყოფილიყო შვიდობიანი. თუმცა მე მაქვს ჩემი ეჭვები, მაგრამ ამას დღეს საზოგადოებაში დავძაბავ, ეს უფრო დრო უნდა გამოაჩინოს. ხედავ იმას, რომ არის უპირობო ასე ვთქვათ განცხადებები ორივე მხრიდან, ესე ძაბავს სიტუაციას, სხვათა შორის ეს ტყუილა არის მის, რომ ორი მესამედი თუ ვერ მივიღო ოცნება, მაშინ არ შეგეგუები შედეგებზე, საგან გაშვება უკიდურესად. თუმცა ბატონმა ბეძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ კი ამის დამადასტურებელი დოკუმენტი დაიდება, რომ ზაღალბების გარეშე მოხდა, მე შეგეგუები. ახლა ეს რამე ეცი ყოველთვის თქო გამიყოლება. მაგრამ განცხადება, რომ მე თუ არ მოვალ ორი მესამედი და არ შეგეგუები შედეგებს, ძალიან სახიფათო ეს ხელისუფლების შესახებ, იმიტომ ისინი ამაზე არანაირად ასე ვთქვათ ბალანსზე რომ აი თუნდაც ბალანსი შეიქმნას რომ გაწონასწორდეს სიტუაცია, ისინი ამის მსვლელობას არ დაუშვებენ, იმიტომ არ დაუშვებენ საფრთხეს ხედავენ ამ განცხადებაში. მოსწინააღმდეგე არ უნდა დააფრთხო იმით, რომ ჯვარზე გაგაკრა. ეს ტაქტიკა, თანამშრომლები ყველანაირად
აღარც იმაზე მას შეახსენო. მე მინახავს წარსულში კი არა, სულ ახლა ხავს ასეთი პოლიტიკური პრაქტიკა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, როდესაც ოპოზიცია იქით ეუბნება კვარტიო ყველაფერს. და ხალხს ეუბნება, ოღონ წავიდნენ ესე რა, სისხლის გარეშე. და ვაპატიოთ ყველაფერი და მივცეთ გარანტიები და რეფერენდუმებს ატარებენ, ამაზე მივცეთ თუ არა გარანტიები. არის ეგეთი ფორმატიც ხოლმე. თუ იცი რომ სისხლიანია და არ დაგზოგავს და გამოიყენებს ყველასთვის ძალას და მაინც ეუბნება ჩამოვკიდებს აღჭურვილაზე, მაშინ სანამ მას ჩამოვკიდებს, შეიძლება მან ჩამოვკიდოს აღჭურვილაზე. თქვენ ამის აღსტას ხედავთ. ამის აღსტას ხედავთ. მოვლენებს გავუსწრებთ წინ, თუმცა თუ ჩვენ რეალურად შევაფასებთ არსებულ სიტუაციას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები არ არის, ეს არის ფაქტობრივად ნაბიჯი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ისტორიული მნიშვნელობის მქონე პერიოდია. დიახ. როგორ ფიქრობთ, მე ხშირად ვამბობ ერთ რამეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ამგონია, რომ იმ სტანდარტებს გადაუხლავს, რომ მოინდომებს მესამედ გახდეს კონსტიტუციაც ხო, კონსტიტუციაც არაძლევს მას ამის უფლებას და ის პრეზიდენტობიდან გადადგება. ამ შემთხვევაში ბრძოლა არის არა პრეზიდენტის სკამისთვის ან კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ კატაგორიის გამოიწვია გარწმუნებას რა. და როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილის კანონი არ უგზავნავს მას რომ იყოს პრემიერი? ან პარლამენტს არ გამარჯვებს. კანონი არ უგზავნავს, კანონზე არ აქვს ლაპარაკი, არის საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მხარდაჭერაზე. მიხეილ სააკაშვილს დღეს ყველანაირი მხარდაჭერა აქვს და ყველაზე, მის ასაკში ყველაზე აღიარებული პოლიტიკოსია მსოფლიოში. თუ ვინმე ახალგაზრდა პოლიტიკოსი უნდა მიეღწია ასეთ სიმაღლისთვის, მან მიაღწია. ორჯერ პრეზიდენტი იყო ქვეყნის და პლუს სოფლიოს გადაცემა თავის არაორდინარული სხვათა შორის, მაგრამ განაცხადა. მაგრამ ის რომ უცხოელები ამას ძალიან ცალსახად აფასებენ, ასე ვთქვათ, ამ მოვლენას ქართულ მოვლენას, სააკაშვილი ქვია, რომ ეს იყო კავკასიისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ერთადერთი გარღვევა დემოკრატიაში. და სტანდარტებს გისახელებენ, პრესა გაქვს, გეკითხებიან, გვაქვს. ოპოზიციური პრესა არსებობს, ხო? ბიუჯეტი გაქვს, გვაქვს. ის სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, რაც ხდება საბიუჯეტო უზრუნველყოფით, ამთანხმდა გამჭვირვალეა, გამჭვირვალეა. პარლამენტში სპექტრი არის, ოპოზიციის არის. ხო, კიდევ რა არის დემოკრატია? ერთადერთი რაზედაც უცხოელები ძალიან მკეთრად, მაგრამ მაინც დოზირებით არიან შეწუხებულები და წერენ ამას, ეს არის სასამართლო განმტკიცების პოლიტიზაცია. თუმცა თუ სასამართლო სტატისტიკას გადახედავთ, გავაცდებით, მაგრამ სტატისტიკაში ესეთი ციფრებია, რომ თურმე ყოფილა სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტები, გამომართლებელი განაჩენები. სამოქალაქოსა და ადმინისტრაციულ სამართალს წარმოებაში ყოველთვის 50%-ზე მეტი აქვს წარგებული სახელმწიფო პოზიციებს. ხა ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ყოველდღიურად ვამახვილებთ მარტო იმაზე, რაც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული. სტატისტიკურად ეს ასე არ არის. ესენი კიდე ციფრებით ელაპარაკებიან უცხოეთს. ის არ დაგიჟდება ახლა შენ სასამართლოში დარბაზებში და არ გეტყვის რომ არის 100-დან 5 რო არ მოგეწონა 5 რატო აშუქებ და 99-ს რატო 95-ს რატო არ აშუქებ. ამიტომ ამ სტატისტიკით ისინი თავს იმართლებენ რომ საქართველოში დემოკრატიის ყველა ნიშანი არსებობს, მაგრამ უცხოეთ ამბობს რომ დემოკრატია არის ხანგრძლივი პერიოდი. ეს არის შეგნების პერიოდი, ცნობიერების პერიოდი. ეს არ არის ინსტიტუციონალიზმის, ასე ვთქვათ, მარტო საქმე. ანუ ადამიანებიც უნდა გახდნენ თავისუფალი, ადამიანებიც უნდა ჩამოყალიბდნენ დემოკრატიულად, რომ სისტემასა და ადამიანების აზროვნება შორის ჰარმონიულობა იყოს. ამ შემთხვევაში დემოკრატიას საფრთხე არ აქვს. მაგრამ საკმარისია ინსტიტუცია არსებობდეს დემოკრატიული, მაგრამ ცნობიერება იყოს არადემოკრატიული, ასეთი ადამიანები მოვიდონ ხელისუფლებაში, იქ ყველაფერი ინგრევა დემოკრატიაზე, არანაირი გარანტიები არ არის. ამიტომ აქედან ყველა აი ამ მდგომარეობიდან ფაქტობრივად არსებული გარემოებიდან გამომდინარე ძალიან ისეთი შვიდად შეიძლება იმის თქმა რომ სააკაშვილი რომელსაც აი ესეთი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო სპორტზე თუ გაბედავს და კვლავ რომელი რაღაც ფორმით დაიწყებს ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას ჩავთვალოთ რომ მე მას წყალში ჩაეყრება ყველა ეს დასავლური მონოპოლი. ის გახდება პერსონა ნონ გრატა და მომხდარა ეს სხვა ქვეყნებში. ამიტომ ის როგორ თქვა, ფულიც აქვს, დიდებაც აქვს, აღიარებაც აქვს, წარმატებაც აქვს. სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში მისცემენ საკმაოდ სოლიდურ თანამდებობას. იმისათვის რომ ეს მაგალითები იყოს
სასამხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, შუა აზიისთვის, მოლდავეთისთვის, რომ თუ ასე დემოკრატიის სამსახური ჩადგები, შენ საერთაშორისო აღიარება არ მთავრდება შენს ქვეყანაში, გრძელდება საერთაშორისო ასპარეზზე. არ მგონია, რომ მგონიათ სააკაშვილი თქვენ ისეთი სულები, რომ არ წორიდეს ამ ფასეულებებს და იმ შესაძლებლობას, რაც მას ელის წასვლის შემთხვევაში და დარჩენის შემთხვევაში. და თუ კი ასე განვიხილავთ ამას, მაშინ ესეთი ძალთა პოლარიზება და დაპირისპირებაც არ უნდა არა, საინტერესო განვითარდება, ძალიან საინტერესო. ბატონი იმაშვილი მოდიოს პრეზიდენტობას ქალბატონ ბურჯანიძე, პრეზიდენტობას ეს ჩამოსულა წავსახოთ და სხვათაშორის ბურჯანიძეს გაუჩნდება არგუმენტი, რომ მე შეხელი არ შეგიშალე, რომ მოგიდო ხელისუფლების გაფრთხილებული ამბზით ვერ მოვიდო. ქართული ხალხი მოატყვე. ეხლა რა უფლებით იყიდე პრეზიდენტობაზე გიც რა გინდა. ანუ ბურჯანიძეს გაუჩნდება მორალური ესეთი мотиваცია, ესეთი ძლიერი, რომ იმაშიც არ დაუტოვებს არანაირ შანსს მომავალში. იმიტომ თუ ახლა მიდიხარ ამ ხელა თამას უქებზე. მარტო ივანიშვილს თუ ივანიშვილის გუნდის წევრი. ივანიშვილის გუნდსაც მათ შორის. მე ხერტრავას ხედავ, რომ მარცხ ხდება ივანიშვილი იმარჯვებს ბურჯანაძეს. ბურჯანაძე რჩება უალტერნატივო ოპოზიცია საქართველოში. და ეს საფრთხე არ არის გაცნობიერებული უცნაურის ხოდა ჯერჯერობით მათ ვაიმად ფიქრობს, რომ მანდატებს ავიღებ პარლამენტში და არ იქნება მოიგოს. არ იქნება მათი მიმართ იქნება უძლიერესი კრიტიკა. უძლიერესი ნდობის ასე ვთქვათ ვალიდირების, გაცვეთის პრეტენზიები. ეს არ არის თული ამბავი არ არის ძველი ამბავი გადასალახავად არავისთვის. უჩენენ თვითონ შეგნებულად ბურჯანაძეს აი ამ საბაბს. ბურჯანაძე პოლიტიკოსია და მას გამოიყენებს რა თქმა უნდა. ну ბუნებრივია, როცა არ იქნება სხვა ალტერნატივა ოპოზიციაში, ოპოზიციის კანდიდატს მეტი შანსი ექნება საპრეზიდენტო სახელმწიფო კანდიდატი. ხო იმედად ეს კანდიდატი ნიშა არა. არ ვარ და მოდი ახლა მან ხარიზმატული პიროვნება არ არის და საპრეზიდენტო არჩევნებში მაგრად გაუჭირდება. მაშინ უნდა იყოს გუგულავა, რომელსაც აქვს ეს ენერგიაც და ქარიზმაც. მაგრამ გუგულავას აქვს ამავე დროს ის დამღარაც წარსულის ხელისუფლებასთან ასე თქვაში და ეს განაწყენებული საზოგადოება მას არანაირად არ დაუჭირს. უფრო მშვიდი ბაქრაძე, რომელსაც ელექტორალურად ნდობა არანაირი არ გააჩნია. გუგულავს ქალაქი მაინც აქვს სამეგრელო, იმას არაფერი არ არის. აი საინტერესო ესე ვთქვათ კონფიგურაციული განლაგება ხდება ეს როგორ გითხრათ პროცესი ალბათ მაინც სააკაშვილის ფონზე ჩატარდება ის კი წავა პრეზიდენტობიდან მაგრამ საარჩევნო კამპანიას შტაბს ჩაუდრება სათავეში სახელმწიფო კანდიდატის სასარგებლოდ თუმცა როგორ გამოუვა არ ვიცი ამას ჯერ ვერ ვეტყვი იმიტომ რომ ერთი წელი დარჩენილია და ბევრი რამ შეიძლება საქართველოში დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მე ვიტყოდ რომ თქვენ არაერთხელ იქნები ჩვენი სტუმარი ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას წარმატება და მე პერსონალურად ვისურვებ თქვენი პრობლემების მოგვარებას